შეთანხმების ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს ყოფილი დიდიონი თანხის გაფლანგვის ფაქტზე და აღნიშნულში დახმარების ფაქტზე სამ პირს წარუდგინა ბრალდება. Ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულში მონაწილეობდნენ, კერძოდ ეს მოხდა 2023 წელს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი გურუშაური და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე. მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი და გაფლანგული იქნა დაახლოებით 1.300.000-ზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. დღეს სასამართლო პროცესზე ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმავლის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუანგულა თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით შუანგულობა, რაც სასამართლოს სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა. მიმალვის საფრთხის დასაბუთება ხდება ბევრი კრიტერიუმით და აქ ბრალდების მხარემ რაც გააჟღარა, არც ერთი კრიტერიუმი არ იყო დასაბუთებული, იმიტომ რომ გამოკითხული იყო 10 ივლისს. მან იცოდა რომ მის ირგვლივ ზოგადად რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ უცდია მიმალვა, სახლში არის, ანუ როგორც მოგეხსენებათ, დაკავებული და წინააღმების გაწევის გარეშე. საქმეში არ არის საკმარისი მათ შორის მტკიცებულებების განადგურებასთან დაკავშირებით. გაასაჩივრებთ თუ არა ამგანაც? ვერ გეტყვით, ესეც უნდა შევათანხმო. 48 საათი გვაქვს ამისთვის და შევათანხმეთ პოზიციას და მე